ეკომეგობრული და მომავლის საწვავი ასე უწოდებენ ბიოდიზელს, რომელიც სამზარეულოში გამოყენებული ზეთის ნარჩენებისგან მიიღება. საქართველოში უკვე წლებია ამ არატრადიციული განახლებადი ენერგიის განვითარებაზე ბიოდიზელ ჯორჯია ზრუნავს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩემს თანაწამყვანთან ანუკი ბატიაშვილთან და ამის სტუმართან ბიოდიზელ ჯორჯიას დირექტორთან მურვან პატარაიასთან ერთად მოგესალმებით. ერთი საკმაოდ კარგი გადაცემა მიუძღვენით ამ თემას და მაშინ მახსოვს ჩემთვისაც ძალიან ისეთი გამოცანად იყო რომ როგორ შეიძლება რომ სახლში არსებული სამზარეულოში არსებული ზეთიდან რეალურად მივიღოთ საწვავი, ამიტომ ძალიან საინტერესო ამ თემას კიდევ ერთხელ მსჯელობა, ამიტომ გითმობთ ეთერს. მოგესალმები მაია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დიახ, ჩვენ უფრო ხშირად ჰიდროზე, მზეზე და ქარზე ვსაუბრობთ, რასაც თავისი მიზეზები აქვს, თუმცა განახლებადი ალტერნატიული ენერგიები რისი პოტენციალის ჩვენ გაგვაჩნია, ეს იქნება ბიოგაზი, ბიომასა, ბიოდიზელი. ამაზე ლაპარაკიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომ დავიწყოთ მურვან მეც მოგესალმებით. სანამ უშუალოდ თქვენს ჰოლდინგზე დავიწყებ საუბარს, ქვეყნის ჭრილში მინდა რომ შევაფასოთ, რა პოტენციალი გვაქვს, რა პერსპექტივები გვაქვს ამ მიმართულებით და 2025 წლის ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმის თანახმად ტრანსპორტის ჭრილში მომდევნო წლების განმავლობაში განახლებადების წვლილი უნდა გაიზარდოს 15%-მდე, მათ შორის 2% მოდის ბიოდიზელზე. თქვენი გადმოსახედიდან ის გაცხადებული პოლიტიკა, რაც ქვეყანას გააჩნია, რამდენად პასუხობს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. და დღეს რამდენი პროცენტია? 15-მდე რომ უნდა გაიზარდოს, დღეს რა პროცენტი უგჭირავს ამას? იცით, სავალდებულო ნაწილი ეს არ არის. პირველ რიგში მოგესალმებით, ყოველთვის მიხარია თქვენთან სტუმრობა და მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის. სხვა შორის კოპის წინა პერიოდი იყო მახსოვს და საკმაოდ დიდი ასე თქვა აჟიოტაჟი გამოიწვია თავის დროზე. ამ ზოგადად მით უმეტეს პრემიერს დაანონსებული ქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადიც კი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად განახლებადი ენერგიების ხარდაჭერა ყველა მიმართულებით არის უპირობო და ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი მე ვფიქრობ, რაღაცა 9 წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია რეგიონში ამ მიმართულებით და დრო ხო არ არის, რომ ესე ვთქვათ, არატრადიციული და ნელ-ნელა კატეგორია შეუცვალოთ ბიოდიზელის წარმოებას საქართველოში და ნელ-ნელა ვახსენოთ, რომ ის ტრადიციული, ასე ვთქვათ, დარგი გახდეს. 9 წელი ანუ კი ამ მიმართულებით მუშაობთ. 2017 წელს დაფუძნდა ბიოდიზელი ჯორჯია, დაიწყეთ მეორეული მცენარეული საკვების ზეთების შეგროვება, მისი ასე ვთქვათ, გადამუშავება ტექნიკური მიზნებისთვის, ბიოსაწვავის საწარმოო. რეგიონში ეს არის შემგროვებლების თვალსაზრისით, ნედლეულზე ხელმისაწვდომობის კუთხით, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან ხშირად ამაც ხალხს რომ ხშირად ამბობენ რომ არ უკონკურენტო გარემოა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ არის უკონკურენტო გარემო, ნედლეულზე ხელმისაწვდომობა ისეთი მარტივი არ არის დღეს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ არიან სერტიფიცირებული კომპანიებიც, არიან არასერტიფიცირებული კომპანიები, ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, არაკეთილსინდისიერი მეწარმეები შეიძლება ითქვას, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ მას, მათ შორის მაგალითად იგივე ცხოველთა კვებაში ამაზე ძალიან ხშირად მისაუბრია და ეხა ასე თქვა დეტალებში არ შევალ ამ მიმართულებით, მაგრამ არიან კომპანიები, რომლებიც ასევე აქვს შესაბამისი სერტიფიკატი და ფიქრობენ, მუშაობენ იმ მიმართულებით, რომ ექსპორტის რეჟიმში მოაქციონირდნენ. ამიტომ ამ ნაწილში, რასაც ქვია ნედლეული შეგროვება და ჩვენ ამ წუთას 3500-მდე ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენელთან მუშაობთ, ესე ღია და შეიძლება ითქვას მოშიშვლებული ბაზარი არ არის. მაგრამ რაც შეეხება წარმოების კუთხით, კი, მოვახერხეთ საქართველოში, თამამად შეიძლება ითქვას, ეს რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც და ერთადერთი ამ წუთის მდგომარეობით, რომელიც ბიოსაწვავს აწარმოებს. ამიტომ 9 წელი მე ვფიქრობ, რაღაცა კარგი ტრადიციაა. აი მარტივად გასაგები რომ იყოს, რაში გამოიყენება ბიოსაწვავი? დღეს ევროკავშირში ბიოსაწვავი ბლენდირებული სახით გამოიყენება ჩვეულებრივ დიზელის ტიპის ძრავებში. ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ევროკავშირის ქვეყანაში რო გაჩერდეთ და გამართოთ თქვენი ავტომობილი დიზელის ტიპის საწვავით, იქ უკვე 7%-მდე ბიოდიზელი შერეული. ანუ ხდება ჩვეულებრივი ნავთობდიზელის შერევა, ბლენდირება, ასე ეგრეთ წოდებული ეს პროცესია ბიოსაწვავთან, რომელიც მზადდება მეორეული მცენარეული საკვების ზეთებისაგან და ცხოველური ცხიმებისაგან და შემდგომ ის ასე ვთქვათ გამოიყენება ავტოგასამართ სადგურებზე. ორი ძირითადი დანიშნულება გააჩნია მას. ერთი გარემოზე ასე ვთქვათ ზემოქმედებას და უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს, იმიტომ რომ ის არ შეიცავს არანაირ მავნე მინარევებს, არანაირ ტყვიას, არანაირ ძიმე მეტალებს და შესაბამისად მისი გამოყენება ასე ვთქვათ ეკომეგობრულია. სწორედ ამიტომ ქვია მას განახლებადი ენერგია. და შემდგომ ამისა უკვე ის გამოიყენება სხვადასხვა მარკისა და ნიშნის ქვეშ, მაგალითად B5, B10, B20, B100, ასე ვთქვათ 100%-ით ბიოსაწვავი ამერიკაში განსაკუთრებით მოსწონდა ტექნიკებში 100%-ით ბიოსაწვავს იყენებენ. სწორედ ეს არის მისი დანიშნულება. ზეთის გამოყენებით თქვენ აწარმოებთ ეკომეგობრულ ბიოდიზელს. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მათ
მათ შორის ჩვენ მეზობელ თურქეთთან და ევროკავშირთან. აი ამ 7 თუ 9 წლის განმავლობაში რაც თქვენ ამ ბიზნესში ხართ, როგორ შეაფასებთ ექსპორტი ამ პროდუქტის, რამდენად შეიძლება იყოს მომგებიანი და აი ამ მიმართულებით განვითარების პერსპექტივას თქვენ როგორ ხართ და ძირითადად სად გაგაქვთ? მადლობა ამ შეკითხვისთვის. ორიოდეს სიტყვით კლიმატის სამოქმედო გეგმის ნაწილს მინდა შევეხო, რაღაც ავწდით ასე თქვა ამ თემას. პირველი შეკითხვის ნაწილში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მინდა გითხრათ. მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ იმდენად ჩემ საქმიან ცხოვრებაში იშვიათად მისვამე ჟურნალისტების შეკითხვაზე ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომ მიხარია, ასე თქვათ, რომ მაქვს შესაძლებლობა გიპასუხოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო დოკუმენტი. ჩვენთვის გაიდლაინი პირდაპირ შემიძლია გითხრათ თავრობისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული ჩანაწერები აქვს. მარტო ის კი არა, რომ მაგალითად ტრანსპორტის სექტორში ბიოსაწვავის, ბიოსითხეების წილი უნდა, ასე თქვათ, განისაზღვროს და გაიზარდოს. არა, ის რომ უნდა აშენდეს ბიოსაწვავის ახალი გადამამუშავებელი საწარმო 2025-26 წლებში. შემსრულებელი კომპანია ბიოდიზელი ჯორჯია. ის რომ უნდა შეირჩეს ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოხდება მუნიციპალური სერვისების ასე ვთქვათ ტრანსპორტში სწორედ ბიოსაწვავის ბლენდირებული სახით გამოყენება და მისი წარმატებული პილოტირების შემდგომ გადაკოპირება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში თუ თვითმმართველ ქალაქებში და მის ასე ვთქვათ ავტოპარკში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ უკვე კარგად ჩანს ზოგადად თავრობის მიდგომა და კერძო სექტორის მიდგომა ერთობლივი ნაბიჯები ბიოსაწვავის და ზოგადად განახლებადი ენერგიების ამ დარგთან მიმართებაში. ძალიან აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს განახლებადი ენერგიების დეპარტამენტი, ძალიან აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტები. აქ მოხდა მთელი საკანონმდებლო ნაწილის ჰარმონიზება, პრაქტიკულ დონემდე მისი დაყვანა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, გუნდის წევრს, ვინც ამ მიმართულებით იყო და არის ჩართული, იმიტომ რომ ეს პროცესი არ დასრულებულა, მიმდინარეობს და უნდა მივიდეს იქამდე, რომ საბოლოოდ საცალო ქსელში არა მხოლოდ მაგალითად მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში ან ბიზნეს სექტორის ავტოტრანსპორტში საცალო ქსელში კერძო მომხმარებლამდე უნდა დავიდეს ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ამ ფონს მივიყვანთ. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულებას, არის უზარმაზარი ასე ვთქვათ შესაძლებლობა თურქეთთან, ევროკავშირთან, ჩინეთთან პირდაპირ გეტყვით, ჩვენთვის იყო ინსპირაცია. ჩვენ ახალგადამამუშავებელ საწარმოს ვაშენებთ ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ გარემოზე ზემოქმედების შეფასება უკვე აღებული გვაქვს და პროცესი დასრულებული გვაქვს და ეხლა მიმდინარეობს უკვე სამშენებლო სამუშაოები და ამ ნაწილში ჩვენი თავი ვიპოვეთ, ჩვენი გეოლოკაციიდან გამომდინარე, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ის რომ მეზობელი ქვეყნებიდან შევიძინოთ იმპორტის რეჟიმში მოვაქციოთ ნედლეული, დავამუშაოთ აქ საბოლოო პროდუქტებად და რა თქმა უნდა მე გავიტანოთ ამაზე დიდი შესაძლებლობა არ არსებობს და ამ პოტენციალს რომელი გესახებათ ესპანეთი გვესახება არა მუშაობთ ესპანეთთან მუშაობთ პორტუგალიასთან მუშაობთ გერმანიასთან ამ ბოლო დროს ნიდერლანდებთან პოლონეთთან და ყავს ძალიან კარგი პარტნიორები ძალიან მჭიდრო პარტნიორები და უფრო ვაძლიერებთ ამ პარტნიორობას ყველა მიმართულებით არა მარტო ამ პროექტს თქვენ ახსენეთ რომ საქართველოს მთავრობის ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია და გაიდლაინია ერთგვარი მუნიციპალიტეტებს მათ შორის კერძო სექტორს რამდენად ესმის ამ დოკუმენტის მნიშვნელობა და რამდენად ყვებიან დაუშვათ აი ამ ნაბიჯში ანუ რეალურად რამდენად სწორად არის დანახული რომ ერთი კონკრეტული კომპანიის ან ორის დაუშვათ მიერ გააზრებული დაუშვათ ხედვა და მეორეა რამდენად ზოგადად ესმით რომ ამ გზით სწორად წავიდეს ცნობიერებას გულისხმობთ ხო და შეერჩეულია თუ არა საპილოტო მუნიციპალიტეტი დარწმუნებული ვარ უახლოეს პერიოდში შეერჩევა რამოდენიმე ვერსიას განვიხილავდა როცა ეს საბოლოო შეთანხმებული იქნება მე ნუ რა თქმა უნდა დაბინძურება პირველ რიგში ჰაერის ამ ნაწილში და შემდგომ ამისა ნუ ავტოპარკის შესაბამისობა ასე ვთქვათ ამ ნაწილში საპილოტეა და საპილოტეს მთავარი ასე ვთქვათ ლაიტმოტივი არის ის რომ სწორედ რომ პილოტირება წარმატებით გაივლის შემდგომ უკვე სწრაფად მოვახდინოთ ამისი კოპირებები სხვადასხვა იმაში რა თქმა უნდა ეს არ იქნება შერჩევის პრინციპის დროს ყველაზე შეიძლება დიდი ქალაქი რა თქმა უნდა არ იქნება დედაქალაქი ავიღებთ მცირე სამიზნე მაჩვენებლებს ამ ნაწილში რომ სწრაფად მოხდეს პროცესი და ამის შემდგომ უკვე სწრაფ კოპირებებზეც ვიმუშაოთ ცნობიერების ამაღლების კუთხით პირდაპირ გეტყვით რომ სამუშაოა მუშაობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად აქ არიან ჩართული საერთაშორისო ასე ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციებიც როგორც მახსოვს GIZ არის ჩართული აქტიურად ამ მიმართულებით და ის
მუშაობს როგორც კერძო სექტორთან, ასევე სახელმწიფო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და ასე ვთქვათ კროს-სექტორული თანამშრომლობით მიმდინარეობს ეს პროცესი. Რა თქმა უნდა, ხა ეს არ არის ის პროცესი, რომელსაც შეიძლება რაღაცა კორექტირებები არ დაჭირდეს, მათ შორის დროშიც, მათ შორის შინაარსობრივ ნაწილშიც ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, ესე უყურებს სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევებით იქნება დაძლევადი ეს ყველაფერი. თავარი არის რომ მონდომება კერძო სექტორის მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და მზაობა და მათ შორის ვალდებულებების შესრულების ნაწილი ჩვენ ქვეყანას ხო აქვს შესაბამისი ვალდებულებები, ჩვენ ვეხმარებით ამ ნაწილში ამ ვალდებულებების შესრულებაზე მინდა რომ გკითხოთ, ნარჩენების მართვა ზოგადად გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოში დაანონსებულია, რომ აშენდება ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საქართველოს როლს უფრო გაამკაფიოებს ამ თვალსაზრისით და რეგიონალური ჰაბით შეიძლება რომ გახდეს. გარდა იმისა, რომ ეს ერთის მხრივ არის აღებული ვალდებულებების შესრულება, დამატებით რა პერსპექტივებს შექმნის? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სექტორი საჭიროებს გაძლიერებას. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება სექტორის გაძლიერების, აქ ვსაუბრობ ნარჩენების მართვაზე და ნარჩენებისაგან კონკრეტული პროდუქტების მიღებაზე შემდგომ. ცირკულარული ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ყველაზე ნათელ მაგალითებზე. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ რო ბიზნესში შევედით, იმდენი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გეპი დავინახეთ, რომ იქ ის არ გროვდება, იქ ის არ იმართება სწორად, იქ ცნობიერებაა დაბალი. აი მინერალურ ზეთებზე და ხშირად საუბრობ ხოლმე ხმამაღლა, იმიტომ რომ პირდაპირ საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული ინდუსტრიული ზეთების შეგროვება და ასე ვთქვათ ტრანსპორტირება ხდება ერთ-ერთ ჩვენ შვილობილ კომპანიაში. ერთადერთი კომპანია საქართველოში ალტერვისტი, რომელიც ბაზელის კონვენციის გავლით და ეს არის უზარმაზარი დოკუმენტბრუნვა ტვირთებს აგზავნის ჩვენს პარტნიორებთან ბულგარეთსა და იმაში. პური ცხება დაიჯერებ, პური ცხება, ღუმელი ხურდება მინერალური ზეთით. რომელშიც გოგირდის შემადგენლობა არის 8000 ppm-მდე. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იქ, რომ ვიღაცა დიზელში ურევს ან რაღაცა, ეს უამრავი პრობლემა, მაგრამ ნელ-ნელა ამ ნაწილში ნაბიჯები გადაიდგმება, თავარი არის რომ არის ძალისხმევა, მონდომება ყველა მხრიდან ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა ეს პროცესი დაიხვეწება. სწორედ აქ არის საუბარი, რომ ყველა საკითხი მოწესრიგდეს და მივესალმებით აბსოლუტურად ყველა იმ გადაწყვეტილებას, მათ შორის კონკურენტუნარიანი გარემო იქნება, კი ბატონო, არ გვაშინებს, გვაძლიერებს პირიქით ეს კონკურენცია, უფრო ჯანსაღს ქმნის, ჯანსაღ კონკურენციაზე ბარი რა თქმა უნდა და უფრო მონდომებულს იმისათვის რომ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ და არ მოვდუნდეთ არავითარ შემთხვევაში. აქ საინტერესოა ბიუროკრატია. თქვენ მადლობა უთხარით ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებს. ბიუროკრატია თუ არის დაუშვათ თქვენ სფეროში გარკვეული შემაფერხებელი ნაწილი, იმიტომ რომ ცალკეული თქვენი კოლეგები სხვადასხვა მიმართულებით საუბრობენ, რომ დაუშვათ ეს ბიუროკრატიული საკითხები, მათ შორის დაუშვათ ლიცენზიების აღება, ნებართვების აღება და შემდგომ ეს გარკვეულწილად პროცესი მაინც იჭიმება ხოლმე. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება? არ ვიცი ვინ რამდენად ამეთანხმება, პირდაპირ გეტყვი რომ ვისთანაც ჩვენ მუშაობ და მე ორი კონკრეტული ასე ვთქვათ სამინისტრო, ვისთანაც აი პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ბმაში ვართ, ამაზე მოქნილი გუნდი მართლა არ ვიცი ხება. არავინ არ ჩამითვალოს პირფერობაში კიდევ ერთხელ გადავხდი მადლობას. ძალიან მოქნილი გუნდი, გააზრებული ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მოწოდებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მალე ჰარმონიზდეს ევროპული, ასე ვთქვათ, კანონმდებლობა და ის პრაქტიკულ დონეებამდე ჩაიშალოს. ჩვენ შეფერხება არ ქონია. კი, ეხლა რა თქმა უნდა, იქ არის დროის კორექტირებები, ვადები, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ბიზნეს ჭირდება და შეიძლება როგორც ბიზნეს უნდა, მაგრამ ის რომ რაღაცა შეგნებული, ასე ვთქვათ, შეჩერება პროცესის ან რაღაცა ხელი შეშლა, არავითარ შემთხვევაში პირიქით, ყველა მოწადინებულია იმისკენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას და ბიოსაწვავის წარმოება საქართველოში ხელი შეწყოს. სხვანაირად, მაგალითად, კლიმატის სამოქმედო გეგმაში ვერ მოხვდებოდით. კონკრეტული ჩანაწერებია, მკაფიო ჩანაწერებია და რა თქმა უნდა პასუხისმგებელი კომპანია, შემსრულებელი ორგანიზაცია ბიოდიზელი ჯორჯია წერია. მაშინ იტყოდნენ, რომ აი უბრალოდ ხარდაჭერის მექანიზმები შემუშავება და იქ დასრულდებოდა ყველაფერი. ძალიან მკაფიოა ჩანაწერი. ეს კომპანიაზეც მინდა გითხოთ, მწვანე ჰაბის, გრინ ჰაბის კონცეფცია საინტერესო არას გულისხმობს. რა მიმდინარე პროექტები გაქვთ და ჩემთვის უფრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბიოგაზის პროექტი, იმიტომ რომ თქვენ ბოლო წლების განმავლობაში ამაზე აქტიურად მუშაობთ. თუ გაქვთ დამთავრებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ეს იქნება ორგანული ნარჩენებისგან მიიღებთ თუ არა ბიოგაზს თუ რამე სხვა ალტერნატიულ წყაროებს განიხილავთ და დაფინანსების საკითხიც მნიშვნელოვანია. ანუ ამ ყველაფერს სჭირდება ინვესტირება და ძირთადად ვისთან გაქვთ თქვენი მოლაპარაკება, იმიტომ რომ ბიოგაზიც ერთ-ერთი პირველი თუ განხორციელდა იქნება თქვენს მიერ განხორციელებული. შესაბამისად, ვინ არის ის ორგანიზაციებისთანაც თანამშრომლობთ და კაპიტალის მოზიდვას როგორ აპირებთ? საქართველოს ხელმოწერილია ხელშეკრულება ემისიებით ვაჭრობაზე შვეიცარიასთან და იაპონიასთან.
ყისიერად დავიწყეთ შვეიცარიასთან მუშაობა, კლიკთან, შვეიცარიულ ორგანიზაციასთან და ბიოდიზელი ჯორჯი არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, ვისაც ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული შედეგები აქვს კლიკთან. ანუ ჩვენ რომ მაგალითად ხვალ ბიოგაზის ქარხანას ავაშენებთ, ეკიდან ემისიების ასე ვთქვათ დაზოგვას განვახორციელებთ, კლიკი უკვე მზად არის იმისთვის, რომ ეს რა თქმა უნდა ივაჭროს და შეისყიდოს. ეს გარკვეულწილად ასე ვთქვათ საინვესტიციო ნაწილსაც გარკვეულწილად არეგულირებს და ფარავს. რატო აქამდე არ აშენდა ბიოგაზის გადამამუშავებელი საწარმო ქვეყანაში? ხო დაგვისვამთ, ან დაუსვათ ჩვენ თავ შეკითხვა, იმიტომ რომ ის ძალიან მძიმეა ინდუსტრიული თვალსაზრისით, ტექნიკური კუთხით და მეორე ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მძიმეა. მე სადაც ვნახე 3 წელია ამ პროექტზე მუშაობ გუნდთან ერთად, აბსოლუტურად ყველგან კონსორციუმს აქვს აშენებული ბიზნესი, სახელმწიფო, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, ან ევროკავშირის დაფინანსება და ასე შემდეგ. ფინანსურად იმდენად რთული ასაწევია, რომ დავუშვათ მხოლოდ ერთი კომპანიის. და რა, ასე ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავებით, ნარჩენების მართვის ბიზნესი რატო არ რთული თავისი, ასე ვთქვათ, ბუნებით, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული უკუგება აქვს გრძელვადიანი, ეგრეთ წოდებული payback-ი, რასაც ეძახიან. და ფულის ჩადება მარტივი არ არის. ფულის ჩადება ბევრი რისკთანაა დაკავშირებული. მეტი თანხა გჭირდება ვიდრე ჩვეულებრივი, მაგალითად ტრადიციული იყიდე-გაყიდეს ბიზნესისაგან და მარჟიანობა არის შედარებით დაბალი. იმიტომ რომ ეს კონსორციუმი აქამდე ვერ შეიკრა და დღეს საქართველოში ნაკელ ფონდი არ იმართება და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან ფერმერული მეურნეობები. წარმოიდგინე ათეულობით ტონა ნაკელის გენერირება ხდება დღეს ქვეყანაში და ის ღია წესით არის ბუნებაში, ის ანაერობული, ასე ვთქვათ, მასებია გაიფრქვევა და სწორედ ეს არის პრობლემა და ერთი დაიჯესტერი რო იყოს საქართველოში, ეს საკითხი უკვე მოგვარებული იქნებოდა და სწორედ ამ კონსორციუმის, ასე ვთქვათ, აკინძვას ვცდილობთ ამ მიმართულებით, რაც პირდაპირ გეტყვი, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა. ბევრი ნაბიჯი გავიარეთ, მაგრამ წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებით. ომმა გაართულა ანუ კი სიტუაცია რუსეთსა და უკრაინას შორის. თუ მაგალითად ღირდა X-ი, დღეს ის აღჭურვილობა ღირს 2X-ი და ფინანსური რესურსის მოზიდვა საიდან არის შესაძლებელი? დავუშვათ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თუ პირობითად მაგალითად ქართული საფინანსო ინსტიტუტებიც მზად არიან ასეთ ტიპის პროექტებზე წამოყვანილ. პირველ რიგში ჩვენ როგორც ბიზნეს ჯგუფი, თუმცა რა თქმა უნდა ხა ამ სიმძიმეს ჩვენ მხოლოდ მარტო ვერ ავწევთ. მეორე ნაწილი ეს არის კლიკი, რომელიც გადაიხდის ასე ვთქვათ ამ ნაწილში. აქტიურად მუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთანაც, რომ ეს კონსორციუმი შეიკრას და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან აქტიურად მუშაობთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთანაც, რომ ასე ვთქვათ, ერთობლივი ძალებით მოხდეს ამის ორგანიზება, იმიტომ რომ არანაირი ორგანული ნარჩენი დღეს საქართველოში არ იმართება საერთოდ და სხვა შორის ინსპირაცია წამოვიდა ხორეკა ბიზნესიდან, გვირეკავდნენ და გვეუბნებიან ჩვენ ხო მათთან ძალიან აქტიურად მუშაობთ, რომ იქნებ ეს კვების ნარჩენი, სადღაც წაიღოთ, იქნებ რაღაცა მოგვაშეროთ, რაღაცა გვიშველოთ და აი ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ ამის დამუშავება. არ ვარ გაწყობილი უარყოფითად, მე დარწმუნებული ვარ, პირველი დაიჯესტერი 2026-27 წლების განმავლობაში საქართველოში შეერთება. დიდი მადლობა გისურვებთ წარმოქმნას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და კლავაც